მეთადი ნელბა 20-10. მეორე ნომრის ქვენომერში გვიხდება ალგებრული წილადების გამრავლება და გაყოფა. განვიხილოთ მეორე ნომრის მეხუთე ქვენომერი. 16 ის ხარისხად 2y გაყოფილია ფრჩხილებში მინუს წილადი, რომლის მრიცხვებია 20 x ხარისხად 5y ხარისხად 4, ნიშნელია 3a კვადრატ b. გვაქვს სხვადასხვა ნიშნიანი რიცხვების გაყოფა, ამიტომ განაყოფი იქნება მინუსი ნიშნით. მინუს წილად 16 x ხარისხად 2y ხარისხად 3-ის ნიშნა შეიძლება ვიგულისხმოთ ერთიანი. გამრავლებულია წილადზე, რომლის მრიცხვებია 3a კვადრატ b, ნიშნელი არის 20 x ხარისხად 5y ხარისხად 4. 16 და 20 შეიძლება შევკოცოთ 4-ზე. 16-ის ადგილზე იქნება 4, 4 გამრავლდება 3-ზე და განაყოფი ნამრავლი იქნება 12. 20-ის ადგილზე რჩება 5-იანი. x კვადრატი იკვეთება x ხარისხად 5-დან, x კვადრატზე და ნიშნავში დარჩება x ხარისხად 3. y ხარისხად 3 იკვეთება y ხარისხად 4-დან და ნიშნავად რჩება y. რაც შეეხება a კვადრატ b-ს ნამრავლში გადაიწერება უშველად. ამრიგად გაყოფის შედეგია მინუს წილადი, რომლის მრიცხვებია 12a კვადრატ b, ნიშნელია 5x კუბ y. ახლა განვიხილოთ მეორე ნომრის მეექვსე ქვენომერი. წილადი, რომლის მრიცხვებია 12xy, ნიშნელია 25z, გაყოფილია 8x კვადრატზე. როგორც ვიცით, გასაყოფი უნდა გაამრავლოთ გამყოფის შებრუნებულზე. ამიტომ წილადი, რომლის მრიცხვებია 12xy, ნიშნელი 25z, მრავლდება წილადზე, რომლის მრიცხვებია 1 და ნიშნელია 8x კვადრატი. 12 და 8 იკვეთება 4-ზე. 12 გავყოთ 4-ზე, იქნება 3, ესე იგი მრიცხვა რჩება 3. ნიშნავად 8 გავყოთ 4-ზე, იქნება 2. y-ი გადაიწერება უშუალოდ. ხოლო x-ი შეიკვეცება x კვადრატთან და ნიშნავად დარჩება x. ამრიგად გამრავლების შედეგად მიიღება წილადი, რომლის მრიცხვებია 3y, ნიშნელია 50xz. ახლა განვიხილოთ მეორე ნომრის მეშვიდე ქვენომერი. წილადი, რომლის მრიცხვებია x კვადრატს მინუს xy, ხოლო ნიშნელია x კვადრატს პლუს xy. მრავლდება წილადზე, რომლის მრიცხვებია x კვადრატ y-ს პლუს xy კვადრატი, ნიშნელია xy. პირველი წილადის მრიცხვებიდან ცხრილს გარეთ გავიტანოთ x. ცხრილში იქნება x მინუს y. ნიშნელიდან ცხრილს გარეთ გავიტანოთ x. ცხრილში იქნება x პლუს y. ესე იგი, გვაქვს წილადი, რომლის მრიცხვებია x-ის ნამრავლი x მინუს y-ზე, ნიშნელია x-ის ნამრავლი x პლუს y. გამრავლებულია მეორე წილადზე, რომლის მრიცხვებიდან ცხრილს გარეთ შეიძლება გავიტანოთ xy. ცხრილში იქნება x პლუს y. ნიშნელია xy. ახლა შეიძლება მოვახსენოთ შეკვეთა. x-ი შეიკვეცება x-თან, xy შეიკვეცება xy-თან, x პლუს y შეიკვეცება x პლუს y-თან და შეკვეთის შედეგი იქნება x მინუს y. ახლა განვიხილოთ მეორე ნომრის მერვე ქვენომერი. წილადი, რომლის მრიცხვებია c პლუს d, ნიშნელია c მინუს d. იყოფა წილადზე, რომლის მრიცხვებია c კვადრატს პლუს cd, ნიშნელია 2c კვადრატს მინუს 2d კვადრატი. გასაყოფი წილადი გადავწეროთ უშუალოდ.
c plus d შეფარდება c minus d-დან. გაყოფა შევცვალოთ შებრუნებულზე გამრავლებით. ესე იგი, გამრავლდება წილადზე, რომლის მრიცხველია 2c კვადრატს minus 2d კვადრატი. საიდან ფრთხილებს გარეთ გავა 2 და ფრთხილებში დარჩება ის კვადრატს minus d კვადრატი, რომელიც დაიშლება როგორც c minus d-ს ნამრავლი c plus d-ზე. მეორე წილადის ფრთხილიდან ფრთხილებს გარეთ გავიტანოთ c. მაშინ გვექნება c-ს ნამრავლი c plus d-ზე. ამის შემდეგ მრეცხველიდან ნიშნული შეიძლება შევგვეცოთ c plus d-ზე და შეიძლება შევგვეცოთ ასევე c minus d-ზე. შეგვეცის შედეგად მივიღებთ წილადს, რომლის მრეცხველია 2-ის ნამრავლი c plus d-ზე, ხოლო ნიშნულია c.